ნატოს საომარ მზადყოფნაში. არ მოგესმათ, ეს არ არის სასწავლო განგაში და არც ჰიპოთეტური სცენა. ეს რეალობა. რუსეთის მიერ პოლონეთზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ნატომ თავისი წესდების მეოთხე მუხლია ამოქმედა. ეს არის ნაბიჯი, რომელიც პოტენციური ესკალაციის ნიშანია და წევრ სახელმწიფოებს შესაძლო სამხედრო დაპირისპირებისთვის ამზადებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ომი ხვალ დაიწყება? ალბათ არა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნატო მობილიზაციას აცხადებს მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ შესაძლოა დღეს ცივი ომის შემდგომ ყველაზე ახლოს ვიყოთ მესამე მსოფლიო ომთან. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორია ძალთა რეალური ბალანსი ნატოსა და რუსეთს შორის. სცენარები შეიძლება განვითარდეს თუ მოვლენები სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება და როგორ შეუძლია პოლონეთზე რუსული დრონებით თავდასხმას უკრაინულ-რუსული ომის ბედის ძირეული შეცვლა. ხოთ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. იმისთვის რომ გავიგოთ ნატოს აწმყო, უნდა განვიხილოთ მისი წარსული. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1959 წელს ცივი ომის გარიჟრაჟზე დაიბადა. მისი მიზანი ნათელი იყო დასავლური დემოკრატიების გაერთიანება საბჭოთა კავშირის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ. გზავნილი მარტივი იყო თავდასხმა ერთზე განიხილება როგორც თავდასხმა ყველაზე. თავდაპირველად მხოლოდ 12 წევრი იყო. დღეს ნატო 32 ქვეყანამდე გაფართოვდა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკიდან აღმოსავლეთ ევროპამდეა გადაჭიმული, რაც მას ისტორიაში უდიდეს სამხედრო ალიანსად აქცევს. ყოველი გაფართოვება და რაც მთავარია აღმოსავლეთით გაფართოვება მხოლოდ გეოგრაფიული განაცხადი არ იყო, ეს იყო განაცხადი, რომ ნატო მზადაა აღმოსავლეთ ევროპის რუსეთისგან დასაცავად. ახლა კი ფინანსებზე ვისაუბროთ. ნატოს კოლექტიური თავდაცვის ბიუჯეტი გამაოგნებელია, წელიწადში 1.3 ტრილიონ დოლარზე მეტი, რაც დაახლოებით რუსეთის მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტია პენსიების, ხელფასებისა და ყველა გაუფასურებული რუბლის ჩათვლით, რომელიც მას გააჩნია. მხოლოდ შეერთებული შტატების წილი დაახლოებით 2/3-ია შევადაროთ ეს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს, რომელიც დაახლოებით 110 მილიარდი დოლარია და დისბალანსი აშკარა გახდება. თუმცა გული რეალობის მხოლოდ ნაწილი. ნატოს რიგებშია დაახლოებით 3.5 მილიონი აქტიური სამხედრო მოსამსახური, 10,000-ობით ტანკი და ჯავშანტექნიკა, 20,000-ზე მეტი უახლესი თვითმფრინავი და საზღვაო ძალები, რომლებიც თითქმის ყველა ოკეანეში დომინირებენ. ამასთანავე ნატო დაახლოებით 4,000 ბირთვულ ქობინს აკონტროლებს. ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის სახით კი სახეზე ყავს მსოფლიოში 3 ყველაზე დიდი სამხედრო მწარმოებელი ძალა. ასე რომ, როდესაც ნატო ამბობს, რომ ის საომარ მზადყოფნაშია, ეს მხოლოდ მზადყოფნას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის მობილიზებას. მეორე მხარეს დგას რუსეთი, რომელიც უკვე ჩართულია უკრაინის გამომფიტველ ომში. თუმცა სანქციებისა და დანაკარგების მიუხედავად, მოსკოვი კვლავ ხედავს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო არსენალს. რუსეთს ყავს დაახლოებით 1.3 მილიონი აქტიური სამხედრო მოსამსახურე და 2 მილიონზე მეტი რეზერვისტი. თაღალზე მას 10,000-ზე მეტი ტანკი ყავს. რა თქმა უნდა, მათი ნაწილი უახლესი და ძალიან მობილურია, თუმცა ბევრი მათგანი მოძველებული საბჭოთა მოდელია. 1000-ობით კი უკვე განადგურდა ან დაზიანდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, ბირთვული ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. რუსეთი ფლობს დაახლოებით 5,900 ბირთვულ ქობინს, ყველაზე დიდ მარაგს მსოფლიოში, რაც ევროპასა და მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს უქმნის. ვისაუბროთ ბელარუსით, რუსეთის უახლოეს მოკავშირეზე. მას ყავს დაახლოებით 50,000 აქტიური ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული ტანკი. თავდაცვისთვის კი გამოყოფილია მხოლოდ 1 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ის არ არის დიდი სამხედრო ძალა, მისი ტერიტორია გადამწყვეტია. ეს არის პლაცდარმი პირდაპირ ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე. ნატოს ტრილიონ-დოლარიან მანქანასთან შედარებით ეს რიცხვები აჩვენებს იმ ჩამორჩენას, რომლის კომპენსირებაც მოსკოვს სტრატეგიით, გეოგრაფიითა და ბირთვული შეკავებით უწევს. შესაბამისად, თუ ნატოსთან კონფლიქტი გამწვავდება, მოსკოვის სავარაუდოდ უფრო მეტად დაერწყმება რაკეტებს, დრონებსა და თავის ბირთვულ არსენალს, რაც ყველასთვის გაზრდის საფრთხეს. მას შემოხდება თუ სიტყვები ქმედებებად გადაიქცევა. ორივე მხარის სამხედრო ანალიტიკოსები სრულიად განსხვავებულ მომავალს ხედავენ. დასავლელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ კონვენციურ ომში ნატოს გადამწყვეტი უპირატესობა იქნება. საჰაერო ძალებში უპირატესობით მოწინავე სარაკეტო თავდაცვითა და უზარმაზარი ლოჯისტიკით ნატოს ძალებს შეიძლება სწრაფად უკუაგდონ რუსეთი აღმოსავლეთ ევროპიდან. ზოგიერთის შეფასებით, რამდენიმე კვირაში რუსეთის კონვენციური ძალები ნატოს ზუსტი დარტყმების შედეგად გამოიფიტება. მაგრამ თავად რუსი ანალიტიკოსები და კრემლის ოფიციალური პირები განსხვავებულ სურათს ხატავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ნატოს წევრების სიმრავლე გადაწყვეტილების მიღების პროცესს შეაფერხებს და მისი სამხედრო რეაგირება შენელდება. რუსეთი კი შეეცდება ამ სისტემების გამოყენებას ნატოს ინფრასტრუქტურაზე, ავიაბაზებზე, მომარაგების ხაზებსა და ელექტროგზელებზეც მასირებული სარაკეტო დრონებითა და კიბერშეტევებით. თუმცა დასავლელიც და რუსი ექსპერტებიც თანხმდებიან, თუ მოსკოვი ბრძოლის ველზე დამარცხების წინაშე აღმოჩნდება, მან შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. რუსეთის დოქტრინა ღიად უშვებს ბირთვული იარაღის გამოყენებას თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ნატომ კი თავის მხრივ პირობა დადო, რომ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა გამანადგურებელი პასუხით დასრულდება. ასე რომ სცენარები მერყეობს ხანმოკლე სასტიკი შეტაკებიდან, რომელიც ნატოს დომინირებით დასრულდება რაღაც წარმოუდგენლამდე ისტორიაში პირველ პირდაპირ ბირთვულ ომამდე.
და სწორედ ამიტომ მუქარის მიუხედავად ორივე მხარე ცდილობს ღია ომის თავიდანაცილებას. რადგან როგორც კი პირველი რაკეტა გაეშვება, ვეღარავინ განსაზღვრავს და გააკონტროლებს თუ რა მოხდება შემდეგ. ბრძოლის მიღმა პოლონეთზე დრონებით თავდასხმამ უკვე შეძრა დიპლომატიური სამყარო. ამოქმედდა მეოთხე მუხლი, რასაც ევროპისა და შეერთებული შტატების ლიდერების მხრიდან სასწრაფო განცხადებების ტალღამია. ევროკომისიის პრეზიდენტმა თავდასხმას უწოდა უგუნური პროვოკაცია, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება. გერმანიამ და საფრანგეთმა გაიზიარეს ეს პოზიცია და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ ნატოს მიწაზე ყოველი დარტყმა მხოლოდ კიდევ უფრო აღრმავებს რუსეთის იზოლაციას. ბრიტანეთმა პირობა დადო, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს დამატებითი ჯარებითა და საჰაერო თავდასხმის სისტემებით გააძლიერებს და ინციდენტს ევროპული უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევა უწოდა. ვაშინგტონში ამერიკელი ოფიციალური პირები კი უფრო პირდაპირები იყვნენ. აშშ-ის ომის მდივანმა განაცხადა ნატოს ტერიტორიაზე ნებისმიერ თავდასხმას ერთიანი პასუხი მოჰყვება. მოკლედ რომ ვთქვა, დიპლომატიური ტონი განკაცრდა, ზღვარი შეკავებასა და პირდაპირ დაპირისპირებას შორის წაიშალა. რუსეთის მანევრირების სივრცე კი სწრაფად მცირდება. შეკავების პოლიტიკა შესაძლოა ომში გადაიზარდოს. ყოველ ნაბიჯს, ყოველ დრონით დარტყმას, ჯარების ყოველ გადაადგილებას გლობალური შედეგები შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, მომავალი შესაძლოა რამდენიმე გზით განვითარდეს. ესკალაციის სპირალმა შეიძლება ნატო და რუსეთი პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიოს. რიზიც ორივე მხარეს ეშინია, მაგრამ რისთვისაც ორივე ყოველდღიურად ემზადება. ან ვიმედოვნოთ, რომ განადგურების უდიდესმა რისკმა საბოლოოდ აიძულოს ორივე მხარე დიპლომატიას მიმართონ და დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ჩემთვის, შენთვის, ევროპელებისთვის, რუსებისთვის კი კითხვა მარტივია. იპოვიან თუ არა ლიდერები გზას, რომ უკან დაიხიენ სკრული სპირიდან, თუ ჩვენ მესამე და რაც მთავარია ბირთვულ მსოფლიო ომში მივექანებთ. და ახლა მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მსოფლიოს უსაფრთხოება მომდევნო 10 წლების განმავლობაში განსაზღვროს.